ჩვენ იდენტობიდან გამომდინარე მოქმედებთ რა. იდენტობა არის ის, რაც განსაზღვრავს შენ მოქმედებას რა რეალურად. ამიტომ თუ გინდაო რომ ვიღაცა საუბარში იყოს გახსნილიო, განსხვავებული აზრის მიმღებიო, საუბრის დაწყების დროსო შენ მოახდინე კონტექსტის ჩამოყალიბებაო რა და მაგალითისთვის მოიყვანა რომ აუ რა კარგია, როდესაც დაჯდებიო და ისეთ ადამიანებთან საუბრობო, რომლებიც არიან გახსნილებიო, განსხვავებულ პატივსცემელო და ამ დროსო დააკვირდიო მეორე მხარე დაიწყებს რომ თავის ქნებას, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, რომელიც იტყვის რომ არაო რა გაიგებ, ადამიანებთან ურთიერთობა კარგია. დაიწყებს თავის ქნებას, რომ მაგდროს რა ხდებაო რა? მაგდროს ის ადამიანი იწყებს მაგ იდენტობაზე თავის დაქნევას და თქმას, რომ კი, დღევანდელი საუბარი ეგეთი იქნება რა, ეს მე და შენ. ანუ ფაქტიურად თანამიძღვნა გააკეთა საკუთარი თავის მაგ იდენტობასთან. მაგიტომაც ისახია რა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს გააგებინებ, რომ შენ დღეიდან ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც ამას აკეთებ, მაგალითად აღარ ეწევი ან ვარჯიშობ. ანუ რაც უფრო მეტ ადამიანთან დადებ პირობას, რომ შენი იდენტობა ეგ არის, მით უფრო მეტად იქნები ერთგული მაგ შენი პირობის. მე მინდა რომ ვივარჯიშო, არის განსხვავებული იმასა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს კვირაში სამჯერ. იდენტობის შენება დაიწყე რა. დასვი კითხვა, რომ როგორია ადამიანი, რომელიც ესეთი არის, როგორ იქცევა და მე ამ ქცევებზე მაქსიმალურად პატარა ნაბიჯებით დაიწყე მაგის ჩვევებში გატანა, რომ უბრალოდ სისტემატიკ იქცეს და არა ყოველდღიურ გადაწყვეტილებად რა.